თავარის ინფორმაციით თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ჩხუბში 4 პირი მონაწილეობდა და ჭრილობები ყველა მათგანმა მიიღო. მათ შორის მკვლელობაში ბრალდებულმაც დაკავებულია 35 წლის კაცი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გასულ წელს ვაკეში $220,000 ღირებულების ბინა იყიდა. შესაძენად გამოყენებულია იპოთეკური სესხი. თინათით ბერძენიშვილის ახალი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან €19,000 ავტომობილიც შეიძინა. 2025 წელს ბერძენიშვილმა ხელფასის სახით $120,640 აიღო. მალიში ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი იერიშები მიმდინარეობს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მედიის ინფორმაციით ამბოხებულებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის კუთვნილი მირვა ტიპის ვერტმფრენი. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა პირი. ამავე ცნობებით ქალაქ კატიში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა მალის თავდაცვის მინისტრი. ირანის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს საზღვაო ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებს. ფეზეშკიანის თქმით, თეირანი არ აპირებს მოლაპარაკებებს ზეწოლისა და მუქარის პირობებში. ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიალოგი ჩიხშია შესული. ტრამპი ამბობს, რომ პაკისტანში წარმომადგენლებს აღარ გაგზავნის. მისივე თქმით, ირანისგან მიიღო ახალი დოკუმენტი, სადაც ბევრი შეთავაზებაა, თუმცა არა საკმარისი.